მათ გადაიღობა ხო თქვენთვის? აი ეს სამართლა, აქედან გამარჯვა ის. რამდენი მიასებია რაც თქვენაცო? დუბაი. ვამიასები მოგაგვიწყოთ. მოვიდა და ჩემიო საწაკინდა შოთამანტყვა იქიჩივლეთო ესავა ჩემიო სულაო დაანებეთ თავი ესა უნდა გავღობო და საკალმახე უნდა გავაკეთო ჩემიო პარლამენტ თავმჯდომარეთან შევიტანეს პასუხი არ მოვიდა სააკაშვილთანა ჩეტანილი იქიდან პასუხი არ მოვიდა რამდენი მიასები მოგაკლოთ სულა 10 მიასები ჩემი დედამთილის დარგულებია ეს კაკლების უყველა ჩემი დედამთილმა მემკვიდრეობით გადმოსცა თავისი შვილსა აგერ ესენი სულ ყველაფერი ეს ჩემი დედამთილის გაკეთებულია ეს ადგილი სააკაშვილთან რო იყო ხოლმე შეხვედრები ერთ დღეს თქვენ მიდიოდით შეხვედრაზე და რომ გითხეთ სად მიგზავნებთ თქვენ მითხარით რომ სიმართლის საძებნელათა და განცხადება მივიტანი არა არც პასუხი მომსულია და არავინ არაფერთ არ ჩამაგდო სოფლის საკრებულო მითხრათ ემზარი სიაო და ჩვენ ახმას ვერ ამოვიღებთო რატომ ვერ ამოვიღებთ იმიტომ რომ ემზარისია დეპუტატია ისა მთელი რაიონისაო და იმასანა ჩვენ გვეშინია იმისგან ხმას ვერ ამოვიღებთო ვინ გითხრათ ეგ საკრებულოს ხალხმა აკაციები მომიზომე შვილო აფერდობი აკაციები არც ერთავრებას არ მოუზომია აკაციის ფერდობი და ეკლები და მაგათმა მომიზომე სამთავრობამ მხოლოდ ძველი საბუთი და დაამატეს ფერდობი უსარგებლო ადგილი და დიდი ქვები და დიდი აკაციები რა ეგ იყო შენიო მე უთხარ როგორც იყო ძველ საბუთებში გთხოვთ ისე მომიზომოთ მეთქი არა ემზარ გელაშვილს ეწყინებაო გელაშვილი ემზარმა ჩვენ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატმა ყოფილმა დეპუტატმა შეისყიდა ეს სახაჩი რომელიც შეისყიდა სოფელმა იცოდით არავინ არ იცოდა ეს სოფელმა შეისყიდა აქტივები იცოდა რომ შეისყიდა სოფელმა ეხლა ამ სახაჩის სიგმატორებია და ამ სახაჩი ამატორებს გაყიდვა უნდა საწყავი იყო ეს სოფელ ბებნისია აქედან მიდიოდა მატორები წყალი და ბებნისი ირწყობოდა და ეხლა რა უნდა ქნას სოფელმა რა უკნა გელაშვილი ემზარისა რა უნდა ქნა დაისაკუთრა ვეღარ მოიწყობა სოფელი და ვერაფრით ვერ იმასაკნა ანუ ნარგავებსაც ვეღარ ახარებთ ეგრეა ნარგავებსაც კი არა საერთოდ უხმე ბებნის წავაგვართ რა სოფელი ბებნის წავართ მატუბეს კი აწავთ ნაკვეთების წავართ და ტბების წავართ რაიონიდან მოდიოდნენ აქ საბანაოდ ამან შემოღობა აგერეთ ტბის გვერდზე აშენეს სახლი გელაშვილი ემზარი მაჟორიტარ ყოფილმა მაჟორიტარ დეპუტატი ეს უნდა ჩამოერთოს და უნდა დაუბრუნოს ისევ სოფელ ბებნის და მაგის იმედი გვაქვს თელ სოფელს. რასაშენეთ არის საბრალი. როგორცალოთ თავრობა ვინ გადაგუხდეს. და თქვენთან უშუალოდ ვინ მოდის, ვინ შუამდგომლობს? მონზერი ქვია. მე ხა ვერ გეტყვით რომ კანონიერად მოხდა მეთქი, იმიტომ რომ ეხლა ეს იყო სახელმწიფო საკუთრება იყო და ანუ სარგებლობდა, სოფელი სარგებლობდა მაგტყებით და ბავშვები ბანაობდნენ და რაღაცა დღეს მდგომარეობით შემოღობილია, რომ ბავშვებს უკვე რაღაც პრობლემები ექნებათ. მიწის ნაკვეთები კიდე ტბის მოპირდაპირე მხარეს როა. მე პატრონებთან თქვენს ფერდობი ადგილი რომ არის ეგ გადმოგვიზომესო. იმის მეზონა როგორ შეიძლება, საერთოდ შეიძლება, ის არის ტბის საყრდენი ადგილია, ის როგორ შეიძლება იმის მეზონა, ის არის ნაკვეთად არ ითვლება და არ შეიძლება იმის მეზონა, ეს არის იჭერს ტბასა, ის არის გავლენის გასავლელი გზა. აი ეს შენობები რომ არის აქ კიდე წყალსაქაჩი. წყალსაქაჩი. ეგეც გადავიდა ეგზარ გელაშვილის კუთვნილებაში, ხო? ეგ ადგილები როცა მიითვისა. აი ჩვენთვის ძალიან გაურკვეველია ეგ ამბავი. მაგრამ ეხლა თელ საქართველოში ყველა იმას ზრუნავს და აკეთებს რომ სოფელს როგორმე სარწყავი წყლები მიაწოდოს და ეხლა მაგის კერძო საკუთრებაში გადასვლა ნამდვილად მიუღებელია და არ შეიძლება. Okay.